დღემშვიდობისა მოგესალმებით. აი ესეთი არაჩვეულებრივი განწყობით ვიწყებ დღევანდელ დღესაც. ფეიერვერკით ვიწყებ, ჩემო ძვირფასებო და ამ ფეიერვერკს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ქართულ შოუ-ბიზნესის სივრცეში დათო როსტომაშვილი ქმნის და რა ვიცი, იუმორისტი, მომღერალი, მსახიობი, რამდენი რეგალია პირველთა შორის პირველი თამადა საქართველოში და რა ვიცი, მადლიერები ვართ რომ მოხვედით დათო ჩვენ. ნამდვილად. ქეთს ვიხრი მოგესალმებით, მოგილოცავთ განვლილ შობა ახალ წელს ნათლისღებას ყველა. აბრძანდი ჩემო ბატონო. ეს სიმღერა ეზღვნებოდა ლიკუნას, რო იცოდეთ დღეს დაბადების დღე აქ და ლიკუნა, ხო, ლიკუნა. ლიკუნას არალაშვილს ულოცავ დაბადების დღეს ჩვენი გული. ჩვენი ზურიკოს შოუს პროდიუსერი. კი ბატონო, ზურიკო იყო. მაგრამ ზურიკოსი გშურს და ჩვენ მეგობარს მოდი ასე ვთქვა. ძალიან ახლო მეგობარს. გილოცავ ჩემო სიცოცხლე, ესე იგი კოჭი, ხაჭაპურები და 20 ლიტრა ღვინო აქვეა და აქედან მივდივარ საგუგუნოდ ყველა. პრინციპში აი ესეთი სიმღერით რო დაიწყო, აღნიშნავ და აი ესეთი სტუმრით. რატო იცი დათო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ პრინციპში პირველად არის. კი, პირველად არის ჩვენთან გადაცემაში და ჩავიფიქრე. ჩავიფიქრეთ. სხვადასხვა სანამ დავიწყებდით, მანამდე ცოტა დაღურემილი შემოდო, რა იყო დათო, მევთხარი და რა ვიციო, აღარ ვიცი რა გავქნა. რატო მეთქი და სახელი და გვარი შემიცვალესო და ეხლა ახალი დაუდიათ დღეს დილას როსტომ დავითაშვილი იმდენი იქნეს რომ ბესო ამოაგდეს ხან როსტომ ბერულაშვილი ვიყავი ხან ბესო როსტომაშვილი რა ვიცი როსტომ დავითაშვილი აიცი რა არის შენ თავზე ძალიან ბევრი ხუმრობა ყოფილა ძალიან ბევრი რაღაცა სხვადასხვა მიწერმოწერები თუ გეცინება ამაზე თუ აი ამოარჩევ ხოლმე რა ეს არა უშავს ან თუ ბრაზდები არა როგორ არის იცი რომ რაღაცნაირ ერთნაირი ტონი მაქვს დაჭერილი მე მგონი ჩემსაზე რასაც ჩემსაზე რასაც ქვია ჩემი და ну დანარჩენი ხა საზოგადოება და მაყურებელი იმიტომ არის იმან უნდა შეაფასოს თორე მე თუ გავიცინე ზოგიერთი რო არის დაიწყებს სიცილს და მე რაღაცა მოყევი თუ რამე თუ გასაცინე არის ჩვენ გავიცინებთ მე შენს გავიცინე და გაბრაზებით არ ბრაზდები ხოლმე როგორ აბრაზდები აბა ეს დავიცაზო ეს თუ გაბრაზდა რას ხუმრობები რაღაცა უკბილო ხუმრობები როა ხოლმე რაღაც არის ხა იცი რა არის აი მაგალითად იმაზე მე შეიძლება ხუმრობები ხა სიტყვაზე რო არის ლაშა სუფრასთან და რო იმღერებს და იმის მერე რო ხა მაინც და მაინც ხა მე მომღერლობას პრეტენზია არ მქონია და არ ვეცდები რომ გამოვიდე და ვიმღერო. აჰა, გასაგებია. რო შემოგვარდებიან პირშთან რო გიყვებიან რაღაცას, ანეკდოტს რომ მოყვებიან, ხარტოს 6-4 და რო გამოვა და რაღაცას რომ აგატირებს, კარგი რა გასა. რა გენი წადი შენ საქმე, მოვედი მე გამოგართვი ქანჩი გამოგართვი დაუჭირო. მე შტანგ გამიწევიაო. მე გამბავია შემოგივარ. დღეს საქართველოში ხო იცი როგორი განწყობაა ცხონებული ჟორიან ნავაძე რო იყო ჩემი მეგობარი ცორსო უთხრა 19-ში. ხამე რომ მივიდა ნაძვის ხი ისევა. აწყობილი დახვდა და ეხა ნათქვამია რომ ნათლისღებას ნაძვის ხი დაშლინა შეახვედრო და გამოხედა თადული დაშალი ნაძვის ხი დემეშალა ღვიძლი დღეს არის საქართველოს შეგეთი განწყობა თან ეხა მასიურად ატყდა ღორების კვლაქეს იბატონო ამბავი და ამ ღორებზე ხა რამოდენიმე ისტორია უნდა მოუყვე აუცილებლად დათო მაგისთვის ესე იგი პირველი ისტორია არის ეხლა რასაც კლავენ ჭამენ ხო ამბავი თემა კახეთში არის და დანარჩენი ხა მარტო კახეთი ხო არ არის ქალაქსაც ხო უნდა ხორცით რომ მაამარაგო იბატონო ხო და ჯიგარმა ღორი დაკლა რა და აწონა სახში წამოიღო მანქანაში ჩასდო ოპელში ჩამოიტანა ნავთლუღში და ხე ისინი რო არიან მეხორცეები რო არიან ცოტა შებერტყილები რა ნავთული გამოუდეს სასწორზე რა და სახში აწონა 80 კილო იყო აუწონეს და 70-ია ეუნია რას მოფო ჯო 1 საათი დავყალა აუწონეო და 80 კილო იყო 70 როგოა ეხლა ესენი ეუნია გზა შეეტყობაო აორთქლდაო რა იგე ხორცმო ამოშრაო რა იგე 10 კილო რას 1 საათში ჯო აიღო ეს მას ღორი და ჩააგდო ბაგაჟი. ეხლა ბათუმში ჩავინ ჩამოვიდე დღეს მე ღორი არ დამიკვლიაო. ბათუმში. ჩაი ჩამოვიდე. ღორი არ დამიკვლიაო. ნათლისღებად მეორე ისტორია. არ გაგაჩერდი. მეგობარი მყავს ნიკა კოროხანთი ჩემი ძმა და მეგობარი. ხო, მატყუარატანით არის ოღონდ რა. ეს როგორ რას ნიშნავს მატყუარატანი? მატყუარატანი ნიშნავს რომ შეხედა ვიტყვირე ეს დალეს 1-2 ლიტრა ღვინოს და ამ დროს ვსვავ 7-ს რა. ხო და ეგეთი ხალხი საშიში არის საერთოდ კეიფის დროს.
მატყუარატანი. ეგ მაგტანმა მოატყუა იმერელი მეგობარი ყავს ერთი და ეხლა კახელკაცო გადაიპატიჟებ იმერეთში, ხო იცი? კი ბატონო. ხორზე ის ამბავია რა, ანეკდოტს რომ ხო. ღორებს იქაც აკლავენ. კი ბატონო. ამან ახლა დაურეკავ რომ მოვდივარო და აბარავქნაო, წამოიღო ღვინო, დედაი პური, გუდი ყველი რამე წამოვიღო, წამოვიმძღვანიო. რა გინდა ბიჭი, გაჩერდი ახლა. მაგი არის მასპინძლობა, ჩვენ ვიცით მასპინძლობა, არ გინდა არაფერია. სტუმრის ფასი ვიცით, ჩვენ ჩამოდი აქანო, აქამდე მოდი შენ. მოკლედ ჩავიდა ესა, თან ხო იცი, ცოტა მუქი როლინგი ეცვა რა და ესე იგი ორდღიანით იყო ჩანს. მუქი როგაცია, ხო, ეგ ამბავია და ესე იგი ამან ორი დღე ხო იქეიფა და მესამე დღეს დარჩა რომ გამოვიდეს ორგანიზმისას არ გააჩერო. ამბავი თაფხიზლად იყოს რა და მოკლედ იმ ორ დღეში ხო ეს თუ რამე ღვინო ქონა დაულეს ეს ღორი მოკლედ გადაიმხეს თავზე და დილას ეხა რომ მოდის ხეიცი ჯიბები მოუჩხრიკია რამე ხო არ მრჩებაო და ეიცა ძალიან მოთხრა დღესო დილას ძვალი გატეხო ტვინი რო ქონა ისიც გამოსვლა ძვალი არ დარჩენია შენ ამას დატოვე ხანაო ვაიმე დედიკო დედა ვაიმე ისტორია უნდა კიდე თავბრუნდა მე ხო ღმერთო ჯო კახეთში საერთოდ მარტო კახეთში არა რა საქართველოს ბევრ კუთხეში არის შეხუმრება ქვია რატო ქვია შეხუმრება მე ვერ ხვდები ჩემამდე არ დადის მაინც რატო უნდა აგინო კაც დედა შეხუმრებით მე ვერ ხვდები არა საერთოდ რატო უნდა აგინო მაგრამ ეგრე ქვია ხო შუტკა აქ გასხნილიო ჯო მოკლედ ერთ პურმარიზეს ხედან ჯიგრები ახლა აქეთა მხრიდანაც მოწვეული აქეთა მხრიდანაც მოწვეული და ეს ერთ-ერთი ვინც იყო სერიოზულად იჯდა იმიტომ რომ ამასთან შუტკა არ აქონა გახსნილი მეორე სტუმართან ბიჭო შუა კეიფუკე გადატეხილი იყო რა და არ გაუხსნა შუტკა ოჰო შეაგინა ანუ შეგინება არის შუტკის გახსნა ხო რა შეხუმრებული დედას აგინებს კაცო და როგორია ხო და ეს კახეთში ხდება მარტო კახეთში არ ეგ სხვაგანაც არის კი კაცო შიდა ქართლშიც მოსული თემა არის ჩვეულებრივად არის რა კახეთში რაიონები რა შეხუმრება მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ გახედა ამან გახედა მასპინძელს უთხრა რომ მე ამეთან შუტკა გახსნილი არ მაქვს ეხლა შენო დღევანდელ პურმარი არ ჩაგეშლიო ხალ მივხედა მამას მოკლედ იმ საღამომ ჩაიარა და მეორე დღეს ადინასიტით მიადგა ის პერიოდია შუაში აემხელა ხანჯალი უდევს რეჩაკთან და პირდაპირ ეზოში ჩააყენა მანქანა და უთხრა წადიო ოჯახ დემშვიდობეო აიმე სიცოცხლეს უნდა გამოგასალმო და მან შეხედა იგივე ფანჯარა აქვს ჩაწეული რა და აიცა მე ჩემი თორნი შეუყურო ურაკრამს კარგი გუდის ყველიო უცბად კიდე პამიდორი აგი ბოსტენა მოტენი მივჭირი კარგი სალატა გავაკეთე ამბავე და კარგი ჭაჭაო მე პახბილეს გამოვიდე მე რაც გინდა ისაქენ არაყი ცივიაო აი მაგიტო ამ ადამიანის არა საუბარი და ტყუილი სუფრაზე ყოფნა წარმოგიდგენია შე რა იქნება და იცი რა არის აი სუფრაზე და ნათლიღება და ახალი წლები მე მგონი ხოლო უკვე ნაძვისხი ავიღეთ და ბიჭო მამი და შვილები ყავს მაგარი ენამოსტრებულები რა ჩაილურლები არიან აი ორივე ძმები აი რო იტყვიან კარგი ენამოსტრებულები არიან რა და ცხონებული მამა ჩემი რო გარდაიცვალა სასაფლაოს მორჩი გავაკეთე რა და ეს ახლა ზის და ესეთი ძალიან დიდ მნიშვნელოვანი ერით აკვირდება ამ სიტუაციას რა. აყრიალა ხელოსანმა მორჩა და ბოლო შტრიხი რომ მორჩა და ჩო რა მაგრა გააკეთე ხო არ უნდა გაიყიდო. არ უნდა გაიყიდო. ხო და მეორე ძმებმა იკამათეს პატარა რაღაცაზე ხა ძმური წაკამათება მოვიდა და ეს უფროსი ძმა გამოვდგა ტყუანი. ამ უმცროსმა ნიშნის მოგებით უთხრა სუხრო. გითხა რო კარგი ხო რა იყო რა უფროსი ძმა არა ვარ რა პროჟინიანი კარები ვდგები მე კიდევ რა შედარება პროჟინიანი კარები და აი ახალი წლიდან ახლა 19 რიცხვამდე ნაძვისხის დაშლამდე რამდენად რთული პერიოდი გქონდა კეიფები სუფრები დროს ტარება სიმართლე გითხრა საერთოდ ეხა ეს ბორო პერიოდი ვერიდები დალევას იმიტომ რომ დავთვალე ერთი 35 წელი წინსრებით ამგ დალევი ხო მართლა და
ამ მაინც მომიწია რა, მაინც მომიწია და 1-5-6 დღე მივაბი, მაგრამ გავანებე ისე თავი, დავანებე. დაუტოვე წარსულს. და არ არის რთული რო ქეიფობენ, სვავენ და ფხიზელი ხარ იქ. ხო, მაგრამ იცი რა არის, ხა ხوار გავიწყდება თეატრალური ინსტიტუტი როგორ არა, არ მოვიწყდება. ჩვენ გვასწავლეს წყალზე ქეიფი მართლა წყლიზალა მოხდეს. წყლიზალა მოხდეს და კოკაკოლის შემოსავალი აი რა კაი. ეს დათო ხო ასე ის რა ქვია პოლიციის თანამშრომელია ხო და წეგან კი უთხარი და გეხვეწები შენ თქვი რა თეატრალური სტუდია დამთავრებული ვიცი და ახლა ინსტიტუტში როგორი თემა იყო დავდიოდი ლექციებზე უნდა გევლო არ იყო ისეთი ლექციები რომელიც შეგეძლოთ სიტყვაზე მცემდნენ პატივს არ მივდიოდი მაგრამ იყო ლექციები რომელსაც უნდა გევლო იმიტომ რომ გამოცდები იყო ჩასავარებელი ახლა ცეკვა ისედაც მიყვარდა და ასედაც მიყვარდა ქართული ცეკვა კი ვიცოდი მაგრამ ეს ბატმან ტანზიუ და ბატმან ჟეტე და რაღაცები და დიდი ტიტი დამალე და ესეთი რაღაცები მონიკა კაჭარავა ყავდა მონიკა კაჭარავა კი ცეკვის მასწავლებელი და ჩამოდიოდი ახლა ის პერიოდი წარმოიდგინე შენ 90 წელს დავამთავრე სკოლა თეატრალური ინსტიტუტში ჩავარ 91 წელია გაგანია ომი არის და ეს ორ-ორი იარაღით რო დადიხარ და ინსტიტუტში რომ მოვიდოდი ახლა ისოდენ ეს იარაღი ვერ დამალავ ხო გააკ რაღაცას მოისხავ მაგრამ ამხელა ის არის შევიდეთ გასახტერში ხომე როგორ იყვნენ ხომე ხო ისი ჩემი ჯგუფელები აქეთკენ დგებოდნენ მოწიწებით ამ მოვიხსნიდი ერთი არა მოვიხსნიდი მეორე ამოვისვავდი ელასტიკს გამოვიდოდი ვიცეკვევდი მე გავიხდი პატრი მითხრა მეგალიშვილმა გაოცებულები მიყურებდი ხო ჩვენს მე ვიცული ამის მე ვიცული დიტო ტანჯუბატმა ტანჯუბატმა და უცებ მე იარაღი ხო ასხო მეკლე თუ იყავი წელს ვინმესთან ოჯახში კი როგორ არ ვიყავი ჩემდასთან ვიყავი დედაჩემთან ვიყავი ჩემთან ვიყავი ხო ჩვენებთან დავდივარ ჩვენ ორ წელს დავდივარ და შორს ადრე დავდიოდი ხოლმე რა ვიცი მის ბროლიას ავიწყავი ეხა მეზარება რა იმიტომ რომ ბევრი ფეხსაცმელები მაგ და აღარ მინდა მინე მიყიდოს ნათლისღება იყო და ნათლული ვიცი რომ აი სხვა ნათლული გეყოლება 21 ნათლული 21 ორჯერ სამოთხეში ორჯერ სამჯერ ეხლა აქედან მივდივარ ბესო მელოდება ჩემი ბერულაშვილი სამებაში და სხვათა შორის ირანელი უნდა გავაქრისტიანო ვაჰ რა და ვიციქეთ არ გაუგონ ისე 22 ნათლული იქნება 22 ნათლული გუში სხვათა შორის მოლოცვები რო დაიწყეს რაღაცა მეკლდა ხო და მეუღლეს ვეუბნებოდი ვიღაცა მაკლია ინგლისი და გვიან დარეკეს იმიტომ ისინი 4 საათით უკან არიან და ინგლისში ორი ნათლული მყავს სხვათა შორის ერთი იეზიდი გავაქრისტიანე ინგლისში არა მაგარია კაპანაძეა და მათმა გვიან დარეკეს რა და მე შესრულდა თუ აქცევ ამ 21 ადამიანს ყურადღებას ისი არა ვარ ერთმა რო თქვა ხო იცი მე მგონიო ჩემანათლიამ რომ მომნათლავ და ემბაშიო რო ჩამსვა გონია ჩავიხშოვო აღარ ვახსოვარ ისი აღავრა მაგრამ ხა თლად ყველ ვერ აქცევ ყურადღებას ხო ვერ დაიკვეხნის ვერავინ ხა თქვა სიტყვაზე საზღვარგარეთ რო ჩამოდიან რა თქმა უნდა შენი მასპინძლობის ქვეშ იქნებიან უმეტესობა სხვათა შორის 3 წელიწადში გადაწყვეტილი მაქვს მერეთის წყალობით უნდა შევკრიბო ყველა ნათლული და ერთმანეთს უნდა გავაცნო რა მაგარია ძალიან მაგარი იქნება აუცილებლად 22 გამოდის უკვე დღეის შემდეგ დღეის ჩათვლით დღეის ჩათვლით ხო 22 ნათლული და რაღაცა თან ყოველთან შვიდ-თაობაზე გადადისო ხო გუშინ ჩვენ გოს მამა შვიდ-თაობაზე გადადისო გუშინ მამა გააჩნია ეხლა რა და თუ გინდა 14-ზე გადაიყვა მაგრამ ის 7-ზე დათო სუფრაზე აი რა ვიცი მე გუშინ წინ მქონდა შეცდომა მომივიდა მაგრამ ჩემი ბრალი არა ჩემი ძმაკაცის ბრალია თამადად ვიყავი ხა დათოს და რო თამადობას ახსენებ ცოტა შტანგა ამიწებიაო იგია და ბესო იჯდა ბერულაშვილი და როგორც კი შემოვიდა ბესო და ეგრევე უთხარი კაცო მე რო თამადად დამსვავ ეს კაცი აქ არის ხო და თან იგივეა ეხა რო დათო რო მოვიდა აუ დაასვენეთ ეს ბესო არა ხო და რისთვის დავიწყე ხა ეს ამბავი აი უბადლო თამადა და დათო თუ ყოფილა სუფრასთან მე 1-2 ისტორია ვიცი რომ აი ერთ ამბავშია ცალკე ლექსი ცალკე იმღერა და უცებ ვიღაცა მუთხრა რომ რაღაცა მინდა ვთქვა არ შვილო საქმეს მიხედო იყო ესეთი რაღაცა ყველაზე მეტი ხალხი რამდენი ყოფილა როცა სადაც შენ გითამაშე 1100 კაცი სადეტია ამდენი კაცი მარტყოფში ქორწილში ვიყავი თამადან 1100 კაცი 1100 კაცის კონტროლი არ გინდა და სხვათა შორის იყო
იდეალური ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა რა და ბოლოს მაინც ხო იციან ხო ბოლოს მაინც მოვიდა ერთად შენთან დალევა მინდა შენთან დალევა აი როგორ უნდა მოახერხოს ეს კარგმა თამადამ რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს რა ვიცი ხა იცი რა არის ალბათ დამოკიდებული არის პიროვნებაზეც ალბათ დამოკიდებული არის სიტუაციაზე თვითონ ადამიანის შეგნებაზეა პირველ რიგში დამოკიდებული ვინც გიზის უფრასა და შენი თანამეინახია იმას უნდა გრძნობდეს რომ ის შენთან ერთად კეიფობს და დღეს არის შენი პარტიის წევრი კი ბატონო ხო და ნუ ეხა თუ იმან არ მოგისმინა რამდენის გინი ელაპარაკე ზოგმა ისე ის აგერგიზის და დაგნიშნავს თამადად მასპინძელი კაცს დაგნიშნავს ვერ გააჩვენა თქაფანი გინდა რამდენი კონი ეგეთ შემთხვევა რამდენის გინდა აჩვენე ერთი ასამნიშნავდი იმის არის და იმას აი კიდე იმას ვერ ვიტან აი ეხლა რასაც ეძახდი რა რომ აუ ის აქ არის და მე რატო ვითამოდე დამასვენე შენ გინდა ითამადე რა გინდა ეგ მითხრა მე ეგ იყო ადრე რა მიხარო და ხოლმე ეხლა მიხარია რო არ დამნიშნავენ თამაში აი მე რა ბედნიერება ეგ არის აბანო ეხა ხო მაგრამ მე მგონია როდესაც ის ადამიანი გიყვარს ვინც არის თამადა ის პატივისცემა არის რა 1100 კაცში რა უნდა თქვა ისეთი რომ ყველა გააჩვენო აქ იყო ის რომ დათო იყო თამადა დათო ყველას უყვარს აბსოლუტურად მისი იუმორით მისი ადამიანურობით და რა ვიცი ხო არ გვეთამადა ეხლა ჩვენ დათო ძალიან მაგარი უნდა მოგიყვე და ის თამადობაზე გამახსენდა მაშინ რა ქვია ჩემს მამიდაშვილს სუხოს რა და ნუკლისას დიდი ვენახები აქვს ძალიან დაახლოებით 150 ტონას ერთი კრიფავს 100 ტონას მეორე კრიფავს და ნუ ეხლა ამდენ ზოგს აბარებენ ზოგს ღვინოთ წურავენ ღვინოთ ყიდიან და ასე შემდეგ რა ეხლა ხო და დაურეკეს სუხოს რო ისო ქორწილი გვაქო ჯიგარო და მოგვასწავლე შენთან რომ კარგი ღვინო გაქვს რა მარტყოფიდან ურეკავენ ოღონდ ეს ქორწილი არ არის ის ბიჭის ქორწილი ეს სხვა ქორწილია რა და ოდიშის მოხდითო აი გზის ხარჯებსაც ავანაზღაურებთო რა და იქნება აქამდე ჩამოიტანო ღვინო და ეს მაგარი ჯიბრიანი კახელი არის რა დატვირთა ღვინო თან ისო იცოდე ძმა უნდა გავსინჯოთ რა ღვინო რასო ჩვენ ღვინო გავსინჯოთ რა გასინჯეთო რა ხო აბა ჩაიტანა 700 ლიტრა ღვინო თუ რაღაცა ჩაიტანა და იქ ამოიღეს ამათმა რაღაცა სინჯისო და გაურიეს ხოჭხა გააჩანჩა სონა მაგარი ღვინოა ძმაო შენ გენაცვალეო აი ესეთი ღვინო გვინდა ქორწილისთვისო და ისეთი კარგი კაცი ხარო პატივი დაგდეო თან აქამდე შენ ტრანსპორტით ჩამოიტანო ისო რაც საჭიროა ვიხითო და ხვალე გეპატიჟი ხვალე კი არა ზეგო გეპატიჟებითო ქორწილშიო ზეგო გეპატიჟებით ქორწილშიო შენ ეგეთ ქორწილში ვერ მოხდები დათო როსტომაშვილია თამადა ხო და ამას ხმა რა მოუღია ფული რა დაუთავლეს 40 ლიტრისა უკან მიუბრუნებია ეს რა არისო და ჩემ მამასო ბიზაშვილისო ნაყიდ ღვინო არ დაალევინო პახმელიისაო კეიფისა პახმელისა მესამე დღესაც აქ არისო მე ვიცი ეგ რამდენსაც 40 ლიტრა დამიწვა 3 დღეში ვაიმე დედა აი თემა არ არსებობს რომელიც ამ ადამიანმა არ შეუძლია რომ არ აიტაცოს ძალიან დიდი მადლობა დათოს სტუმრობისთვის პირველად ხარ ჩვენთან და ეს ერთი და სხვა მრავალი ეგრე იყოს ღმერთმა მადლიერები ვარ ვიყვარ ხარ გეფერებით წარმატებულები ხართ მეც მიხარია გიყურებთ ხოლმე და ძალიან დიდხანს მენახეთ ცისფერ ეკრანებზე ერთად შემოგევლეთ ჩვენთან სტუმრად იყო ფანტასტიკური კაცი დათო როსტომაშვილი და მოდით ერთად გავიდოთ ფანტასტიურ რეკლამაზე გავიდოთ ევიდო ამევიდო მანა რეკლამა